ჩვენი ოჯახობით ახლა ბებოსაც უნდა გავუაროთ. მივდივართ ხაშურში. 8 საათამდე მუშაობს ელექტრონიქსი და ბებოს უნდა ვუყიდოთ ჩარეცხის მანქანა. ვაშა. მე დღეს არ მახსოვდა რომ შაბათი იყო და ისე გამეხარდა თურმე შაბათია და დასკოც ისვენებს და ყველანი ერთად ვივდივართ. მე აღარ გავიგე ხაშურში საახალწლო ციმციმები საერთოდ ჩამოკიდეს თუ უკვე მოხსნეს. ეს ცენტრი არა, ცენტრი. არა, ქარელში ვიყავით ჩვენ, აგარაში. It's beginning to look a lot like Christmas everywhere you go. Take a look at the 5 and 10. It's glistening once again with candy canes and silver lanes that glow. It's beginning to look a lot like ჩვენი ბოდიალი ქართულში გრძელდება. მე და ტას უნდა გორში ვართ. რაღაცა საინტერესოს თუ ნახავთ და ისე როგორ იქნება ახლა რომ რამე საინტერესო არ იყოს, აუცილებლად თქვენს გიჩვენებთ. აბა წამოყვებით. ეს გიჟდები ამ კომბოსტოზე, ამ რომანესკაზე ვაფრენ. ხო ეს ვიდეოში მოსასწრო. ყველა ეს განუზრუნველობა დაიწყო. აი ეს უყიდეთ ჩვენ კატუსას. თურმე ძალიან კარგია თუ დაუთესავ და იმას ეზავს. იქ ეკავებს შიგნით. გაგიგიათ ამის შესახებ? დავიღალეთ, მოგშივ და შიგ მივდივართ, გადაღებით ვერაფერი ვერ გადავიღე. და შევიწინეთ თარო და მაგიდა სკამებით. და დღეს ისეთი ერთობით რა ვთქვით? მაგიდას თაროს ვაწყობთ, რომ იკიასიაო. იკიასი მოგეხსენება თუ დაფრთხილებულია და მოყვება თავისი ვიდები შურუპები. ინსტრუმენტებიც კი მოყვება. და მაგრამ ინსტრუმენტები მოყვება. აი ის შევიცინეთ, მოკლედ გაჩვენებთ თქვენთან ერთად დავიწყოთ. Ხუთი აქ შიგნით, ხუთი კი არა, ძირი აქვს, მაგარი რომ იყოს თუ თავსახურია ეს. ძირია. აი ეს. აი ესეთი ყუთები შევიძინეთ. იყო თავსახურიანობით, მაგრამ ეს უფრო გვეხარისხიანა. მოდი აბა. სիմპათიურია, ნე? ეს ხა ყანყალებს, იმიტომ რომ არ აქვს ფიგურული ეს რა ქვია, ატიორს კარვით როგორ არის ქართულად. რომ მოვიჭერთ, მე აღარ იყანყალებს. კი, ყველასნაირად. და ყველა ერთი ფერია? ძალიან სიმპათიურია, მშვიდობაში. შენი წვრილმანებისთვის იქნება მშვენიერი. ორი ედევა ამაზე? არა, ორი ერთად ზემოდან იქნება მარტო. ასე? ხო. დასიკომ გადაწყვიტა, რომ დროებით აი ეს რაღაცა იქონიოს. და მერეც გამოვიყენებ
ნახე არ არის. ბუ ნახე აბა შენ ნახე აბა აქედან ერთი ხუთი ჩემია ხო თუ ორია ჩემი? ერთია შენი, მთლიანობაში 6 უნდა იყოს. ერთ შენია. ორი გინდა? არა, დაიცა 6 თუა, მაშინ 2-ია შენ. ერთიც მეყოფა მე. რამდენი ცალია მთლიანობაში? არის ადამიანი, მგონი 5-ია. მაშინ ერთია შენ. აივანზე გავიტანო და დავდებთ სცენარებს და მართლაც კარგი იქნება ქოთნებისთვის. აქაც ძალიან ბევრი რაღაცაა დასადები. ესეც შეიძლება. ხო შეიძლება. რა გადასუნა ეს? ყუთები ღირდა 6 ლარი დაახლოებით, თვითონ კარა დაღირდა, კარა და არის ეგ თუ რა არის? არა. ხო, თვითონ თარო ღირდა 80 ლარი. აბა შემახედე. იცი რაღაც წვრილმანებს ერთში ერთ სახეობაში ჩაყრი, მეორეში მეორეს, ერთში წინდებს, მეორეში ბუბუ შენ უკვე ხრავ მაგას. კიდევ და მოძრაობ. აი მე თვითონ ჩემი რა ვერა. ბავშვი შენობაში 3 წელი ძალიან კარგად ეთევა, თუ გინდა შენ 2 წელი აიღე. მომეცი. გახერდება მოგცენ. მე 3 წელი მაყოფა მგონი. აი ეს. მოდი ახლა ასევე შევიძინეთ პატარა ხორცაკები მანქანა. აი ესეთი ყურიანი. აქ რა თქმა უნდა თავისი უმაგრდება. ეს. ჩვენ მეტი არ გვინდა და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ღირდა 70 ლარი. 69, ну 70 რა, რა იციანეს კუდი რო ახო მოსალაფარებელი. აჰა. აი მოვიწყოთ და შევიძინეთ. აი ეს ორი ხალი, რომელიც ბუბუს ძალიან მოსწონს, ახლა ჩამოხდება. და ამ ორ წელს კამს მოყვება თავისი მრგვალი მისარაკია მაგი და შუშის თავით, რომელიც ჯერ არ იწვია და სავარაუდოდ დღეს არ ავაწყო. მაგრამ რო ავაწყო, მოდი ჩემთან, მოდი ბუბუმ გაიხარა ესენი ყუთები რომ დავშალეთ და მას თქვენ დავაფორიაკეთ აკავრობა, ესეც ზამბები. აი ესეთი დღე გქონდა, ჩემო კარგებო, კარგად მოვიარეთ გორი. მე ისეთი გაზაფხულებული არ შეგვიძლია პლასტმასის კონტეინერები, საწმენდის საშუალებები ვიყიდეთ, ტილოები, შმილოები, რაღაცები, ღრუბლები, გუშინად შევიძინეთ, ხაშხეს დავამატეთ და ვნახეთ უკვე დაგეტილი იყო ის მაღაზია, მაგრამ გორში რომ მოხვდები, აუცილებლად უნდა შევიძინო. თურქეთიდან რო გადმოაქვთ პროდუქტი და რო ყიდიან, აი ესე აქვთ გადმოტანილი 5 ლიტრიანი ექსტრა ვირჯინი ისა რა ქვია, ზეითუნის ზეთი, ოლივოილი. 5 ლიტრიანია, რკინის ესეთი ბალონია და ყიდიან 50 ლარად. მომწერეთ, აბა თუ გიყიდიათ ესეთი თურქეთიდან გადმოტანილი ზეთი და კონკრეტულად ზეითუნის ზეთი და ფასი როგორია, მე მეიარებ. ლიტრი გამოდის 10 ლარი, თქვენ რა სიტყვით? რაც თავარია, ხარისხი არ ვიცი შიგნით როგორია. ზედეწერა რომ არის სალათისთვისაც და არის შეცვლისთვისაც. აი არ ვიცი. უნდა ვიყიდო მოკლედ ერთხელ და თუ მომეწონება მე სულ ვიყიდი ხომ, იმიტომ რომ სულ აქვს თურმე იმათ. აი ესეთი დღე გქონდა, დღეს დაგემშვიდობებით. კარგი ღამე, კარგი საღამო, კარგი ღამე, მშვიდობა გქონოდეთ და გნახავთ ხვალ აუცილებლად. აბა, კარგად ხოჭა. მოგესალმებით ჩემო კარგებო. უკვე საღამოსკენ მივდივართ და მე დედიკომ დამირეკა და მითხრა დამირეკესო და მოაქვთო სარეცხის მანქანა. მოაქვთ დღეს და
მე მიმაქ დედასთან სარეცხის საშუალება ხსნა არის და მიმაქვს ასევე რაღაცა ლამაზი ჟაკეტი ვუყიდე. სახში ჩასწმელი, მოსაცმელი. ხო და თანაც უნდა ავუხსნა როგორ უნდა ჩართოს ახალი სარეცხის მანქანა. ახლა შევალ ხორცის მაღაზიაში. შეკვეთა უნდა მივცე და დაგებრუნდებით. აბა ხო ჯამრთელად ხართ. მე სულ ნირბით დავკუსკუსებ. ახლა არ მიკეთე, იმიტომ რომ გარეთავა. ხო და სადაც შევედი, ყველგან იღები მეკეთა. თუ არ მავიწყდებოდა რა თქმა უნდა. ხალ უკვე მოვხსნი საახალწლო რაღაცებს და ნაძვებს და კიდევ ერთხელ გენერალურ დაალაგებას მოვაწყობ. კარადები რო არა მაქვს ეს ჩემი ყუთები ძალიან მერევა. ძალიან. ხო რაღაცა ის გუშინო ყუთები შევიძინეთ გორში, გორგიაში. საკმაოდ დიდი გორგიაა სხვა შორის. მე მეგონა რომ გორში პატარა იქნებოდა. ნუ რას უკაცრა. ცოტა შეღავათი იქნება ის თარო და ის ყუთები. შეღავათს მოგცემს. ეს გადავალაგებ, გადმავალაგებ. როგორც რა კარგი ამინდია ღმერთო. ზედმეტად კარგი ამინდია იანვარში ესეც სიტყვა არ უნდა იყოს. თუმცა ღამე არის -3, -4. ესე რომ იმისი საშიშროება რომ აყვავდება და გაყვავილდება და მე მოყინავს და მოსავალი არ გვექნება არ არის. ღრმად ისუნთქე მაკვისა ღრმად. რაღაცა გვერდულად მაფარია ეს. რა სიტყვი თქვენ? ცოტა დღის რეჟიმი შევიბრუნე. ანუ შედარებით ადრე ვიძინებ, შედარებით ადრე ვიხვიც. თორე ვიყავი იმასავე. როგორც დათვი გამოზამთრებაში. გამთენიისას გავხედე და ტასიკო ლიმონებს წურავდა. იმას ფლად დავდაღირა გრაფიკი. რეჟიმი. როგორც უნდა ისე ქონდეს რა ვუყო ახლა. ერთი ის მიხარია რომ აივანზე გადის მუდმივად. ყავას იქ მიირთმევს, მუსიკას იქ უსმენს, ანუ მზის სხივებს იღებს, D ვიტამინის. თუმცა კიდე უნდა შევიმოწმოთ D ვიტამინი ერთხელ. რა აყეფებთ ამ ზაღლებს ღმერთო რამდენი არის. აქ ის როა ჯერ დაიხოცნენ მე რა იქორწინეს რო ეძახის ტასიკო. თენ ის როა დარბაზია მოკლედ. სუფრებს აკეთებ. სასწაული ხდება აქ იმდენი ძაღლია და იმდენი იყო. კორონას დროს რომ დარბაზში არც პანაშვიდი კეთდებოდა, არც ხორձელი კეთდებოდა და იყვნენ ეს დამშეული ძაღლები და დავდიოდით ჩვენ ჯოხებით და ჩაფხუტებით. რამდენ საჭმევ? 50 ძაღლს. ცხენის ტოლას გააძღობ, ვერ გააძღობ. გადავალახე გზაჯვარედინზე და ჩავაგდე სარეცხის მანქანა. აი მე მივედი ჭიშკართან და ახალი გაჩერებული იყო იმისი მანქანა. დისტრიბუციის მანქანა. ხო და გადმოიტანეს მიამაგრეს. ხო და ვასწავლე დედას რომელი რეჟიმი ჩართოს, რომელიც მაგას აწყობს და აკმაყოფილებს. ხო და დავედი დედა მეუთხარი. არ დამიბნელდეს, იმიტომ რომ მინდა შევიდე აქ დიდ მარკეტში და სადაც ყველს ყიდულობ ხოლმე და მინდა რომ ვიყიდო ყველი. ასე. კაი გასაიღნება მქონდა. ძალიან სიმპათიურია გრაეცის ფირმის 5 კილოიანი სარეცხის მანქანა. ხო და მივდივარ ახლა. ზუსტად ეგეთი დედა ჩემის მეგობარმა იყიდა ზაფხულში და
ვიცი რომ კარგია. ნუ რეცხავს ახლა და ეს შვილიშვილებს არ უნდა გადავცეთ. ხმაურიანი რას გამორდის? ლიმონი შევიძინე ლიმონათისთვის და არა მხოლოდ და ნახეთ როგორ ლიმონი ჩამიდია. მე თვითონ ჩავყარე და შეხედეთ რაღაცა. უპელა საყვარელი გიჟდები ლიმონზე. ლიმონი რომ აქვს სახში ბედნიერი. სახალხო ჯამჭუჭლის ჩაყუთვას ვიწყებ. მორჩა ახალი წელი. It's beginning to look a lot like Christmas everywhere you go. Take a look at the 5 and 10. It's glistening once again with candy canes and silver lanes that glow. It's beginning to look a lot like Christmas.